ეს ბოლოა და ჩემი საპრეზიდენტო დამრჩა კიდევ წელიწად ნახევარი. ძალიან მინდა რომ ამ წელნახევრის განმავლობაში ისეთ დონეზე მივყვანოთ ეს საქმე, რომ მე უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდეს. არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით და არც სხვაგან. მას რო კენჭი არ ეყარა 2000 წელს, ბაქო ჯეიხანი არ გამოვიდა. ჩვენ გვესმოდა რომ ის გადაწყვეტილება რომელიც მიღებული იქნებოდა მოლაპარაკებებზე საუკუნის დასასრულს თავის შედეგს მოიტანდა აწლეულების შემდეგ. ამიტომაც იგი თუ შეიძლება ითქვას დაკანკალებდა ამ პროექტებს. სტამბოლში ხელი მოეწერა პირველ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ბაქო თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაფორმდა შეთანხმება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ საქართველოსთან. ესაც ისტორიული მიღწევა იყო. შენ იქნები საქართველოს პრეზიდენტი. აი ამ დარბაზში ხდომი, აი ამ მაგიდაზე მჯდომი, რომელი მინისტრების და რომელი თანამდებობის პირების სახლებია ეს ყველაფერი. ქვეყნის უნაგლო მართვა არ არსებობს. ძალიან თავისებური მოვლენა სახელმწიფო და ხელმძღვანელების ასევე თავისებური ხალხია. მისი ხელისუფლების ძალიან ბევრი ჩინოვნიკი, მილიონერები აღმოჩნდნენ საბოლოო ჯამში ეს იყო. ამა თუ იმ ადამიანს უყურებდა როგორც შესაძლებლობას ესა თუ ის პრობლემა ან საკითხი გადაეწყვიტა. ძალიან ხშირად განსაკუთრებით შემდეგ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცაზე რა თქმა უნდა თვალს ხუჭავდა. განსაკუთრებით აი ამ სამართალდამცავ სტრუქტურებში იყო ერთამეობა, გამოძალვა. რეაგირებას არ ახდენდა. არ ახდენდა იცით რატომ? იმ ბევრი რაღაცების ცოდნის გამო, რომელიც ჩვენ არ ვიცით. რაღაცებს ითვალისწინებდა. Самолеты, которые залетели со стороны России, бомбили деревни грузинские. Мы слышим, что жертв нет, то возникает вопрос, что же это такая за бомбардировка. Часть этих международных террористов находится на территории Грузии. Салсахат каргавдит ხეობაზე კონტროლს. 10 წუთში მივფრინავო კოდორშიო. ხეობის პირასო დასეს банакио. კბილებამდე შეერაღებულები არიანო. Надо решить вопрос. Если потом созреют какие-то другие решения на уровне правительства решать. Сейчас надо мирно расстаться. თვითონ დამერეკა რომ თანახმარიან გასვლაზე. უნდა ერთი თხოვნა აქვს რომ ეს გაკეთდეს დამცირების გარეშე. თუ არა რომ ეს იყო აგრესია რუსეთის მხრიდან პარლამენტში. Ხელობა. Вы серьезно вас возьмете? თოფის გასროლის საშუალება არ მივეცით. აი ომამდე არ მივიყვანეთ. არ შეწყვეტინა მუშაობა აფხაზეთის დაბრუნების საქმეს. Не будет самостоятельного абхазского государства. Это противоречит международному праву, и Россия никогда на это не пойдет. აქეთკენ ვატრიალებდით რა, ის ერგნეთის ბაზრობა იყო, რომელიც ქმნიდა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის საფუძველს. და პრაქტიკულად საყოფაცხოვრებელ დონეზე ქართულ-ოსური კონფლიქტი ამოწურული იყო. ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ყველაფერი დღეს არ ჩანს მისი შედეგი, მაგრამ მოვა წლები როცა მიხვდებიან. გიგანტური ნაბიჯები დაიწყო სწორედ აი დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება საქართველოს. რა არის დემოკრატია? დემოკრატია არის წამალი. ეს არის მკურნალი. იმისათვის რომ შენ დიქტატორი არ გახდე.